პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება საკონსტიტუციო სარჩელი კი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადება აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა უმრავლესობის ხდომაზე. მამიკომ დინარაძის განცხადებით მსჯელობის შედეგად გადაწყვიტეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება. ამ განცხადებას მალევე უპასუხეს ოპოზიციურ სპექტრში. ნაციონალურ მოძრაობასა და ლელოში განაცხადეს, რომ ისინი აზრს არ შეიცვლიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ორი კვირის წინ იძახდა აბსოლუტურად საპირისპიროს ზუსტად იგივე რიხით და იგივე ირონიული ღიმილით. ეხლა ამას იძახის. ხვალ კიდე რასაც ეტყვიან, როგორც ქუთანს ჩაძახებენ და კვებს, ისევ იგივეს ამოძახებს. ივანიშვილს უნდა რომ პოლიტიკური პროცესი გადაარჩინოს საკუთარ სათამაშო მოედნად და რეალური პრობლემებისგან, საზოგადოების რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს აი ამ საცირკო წარმოდგენაზე, იმას ავკრძალავ, ამას დავიჭერ და ასე შემდეგ. და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც 400,000-მდე ბავშვი შიმშილობს. ისინი არიან ჩვეულებრივი პიარით დაკავებული, რა დროს რა აწყობთ იმას ლაპარაკობენ. ნაციონალური მოძრაობის განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ მოღალატეთა რეჟიმის ამ სრული ბელორუსიზაციის და ჩეჩენიზაციის, ანუ კადიროვიზაციის პირობებში არანაირ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს იმას, რომ ოცნება ვერ სულთგმულობს ნაციონალური მოძრაობის გარეშე და ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ფაქტორი, რის ხარჯზეც ოცნება ინარჩუნებს და მომავალშიც აპირებს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომ ჩვენი გუნდის პოზიცია რჩება ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრული სიმართლე. ჩვენ ვთქვით, რომ რეჟიმი გასამართლდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ. უბრალოდ თემა რა არის? იმდენად მასობრივია, იმდენად მრავალრიცხოვანი ეს განცხადებები, ეხლა თქვენ სანამ თქვენ თავ დგავართ, კიდე შემოდის ათობით და ასობით განცხადებები ამ რეჟიმის სისასტიკის შესახებ. ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ ჩვენ გავხანგრძლივეთ კომისიას, კიდე იცით თქვენ რომ ერთი თვით, მაგრამ მივხვდით იმისა, რომ გავხანგრძლივ მაინც აქ არის პროცედურები, ხო? ვერ ესწრება. საკონსტიტუციოს ხო თავისი პროცედურებია, ეგრევე შევიტანთ სარჩელს და ეგრევე ხო არ დაიწყებს. ამიტომ ვუთხარით ჩვენ რომ არასწორი მოლოდინები რო არ შევქვნათ. რეჟიმი გასამართლდება. თავიდან ბოლომდე და ეს პირობა რაც დავდეთ ბოლომდე მივა. უბრალოდ მანამდე ამ რეჟიმს ადგილობრივ თვითმმართველობაში გაასამართლებს უკვე მორიგჯერზე ქართველი ამორჩეველი. შემდეგ უკვე ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლო თავისი წესით და კანონით როგორც აქვს ვადაში გაწერილი, ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.